საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დღეს გორში შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორსა და გამგებლებს შეხვდა. დავით ნარმანიამ ზურაბ რუსიაშვილსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს 2014 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გეგმავთ შიდა ქართლში 120 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას. მართალია ამის ერთი დიდი ნაწილი არის ავტომაგისტრალის მშენებლობა და კონკრეტულად შიდა ქართლზე მიმართული არ არის მხოლოდ თუმცა სამუშაოები შიდა ქართლის ტერიტორიაზე იქნება, მაგრამ მეორე მხრივ საკმაოდ დიდი ნაწილი არის ასევე როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის, ასევე გზების დეპარტამენტის და რეგიონების განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სხვა პროექტები, რომლებიც უშუალოდ მუნიციპალიტეტებში შიგნით როგორც სახალხო ტიპის დასახლებებში, ასევე ცალკეულ სოფლებში განხორციელდება. 122 მილიონზე ლაპარაკი, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაიხარჯება და მე ვთვლი, რომ საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს ჩვენ რეგიონის განვითარებაში. კომპანია ენერგოპრო ჯორჯიამ